ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კომპანია კინოსტუბნისა და შეპესე ნარემ CBM-ის მიმართ საჯარიმო სანქციები ამოქმედა. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია ნარემ CBM-ის სოციალური სახლების მშენებლობისთვის გამოყოფილი ვადების დარღვევის გამო ყოველდღიურად დაახლოებით 700,000 ლარამდე ჯარიმას იხდის. აღნიშნულ კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული დრო სახელმწიფომ ერთხელ უკვე გადაუვადა. რაც შეეხება კინოსტუბანს, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თქმით, ამ შემთხვევაში საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა 2013 წლის 14 თებერვლიდან 30 ივნისამდე გაიზარდა, თუმცა მიუხედავად ამისა, აღნიშნულ კომპანია ჯარიმის სახით 17,000 ლარამდე თანხის გადახდა მაინც მოუწევს. ჩვენ კინოსტუბნის ხელმძღვანელის კომენტარის ჩაწერა შევეცადეთ, თუმცა ამირან სირაბიძემ ტელეარხ 25-თან საუბარი არ ისურვა. კომახიძის ქუჩა ნომერ 4-ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვადა მყიდველს ამოეწურა 14 თებერვალს. მოითხოვა აღნიშნული ვადის გადაწევა 2013 წლის 30 ივნისამდე. მყიდველს დაეკისრა სანქცია ხელშეკრულებით ნაკლისი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაახლოებით 17,000 ლარის ოდენობით. შეპესე ნარემ CBM-თან გაფორმებული ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება ვერ შესრულდა შემსრულებელი კომპანიის მიერ, რის გამოც 2012 წლის დეკემბრის თვეში არგუმენტირებული მიზეზის გამო ერთხელ გადაუვადდათ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2013 წლის 20 იანვრამდე. სამწუხაროდ ამ პერიოდისათვისაც ვერ მოხერხდა სრულად სამშენებლო სამუშაოების დასრულება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჯარიმის სანქციის გაგრძელების ხარჯზე სამშენებლო კომპანიას მიეცეს სამუშაოების დასრულების საშუალება. ყველა თქვათ პირგასამტეხლო, ყველა ვადა გადაცილებულ დღეზე შეადგენს 7,200 ლარამდე.